მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ გიორგი ლობჟანიძე დაინიშნა. ინფორმაციას სასამართლოში გვიდასტურებენ. გიორგი ლობჟანიძე 2021-23 წლებში ახალციხის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლე იყო. 2023 წელს ლობჟანიძე ბათუმში და 2024 წელს სამტრედიაში გადაიყვანეს, ხოლო მიმდინარე წლის 7 აპრილიდან ახალციხის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს. აქამდე თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ანაიტ ოგანეზიანი ასრულებდა. დღეს დედაენის დღე აღენიშნება. 14 აპრილი ქართული ენის დღე 1990 წლიდან გამოცხადდა, რასაც წინ უსძღოდა 1978 წლის 14 apრილის მოვლენები. საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინააღმდა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი 60,000-იან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს. თავდება თუ არა ომი ირანში და რა ხდება ჰორმუზის სრუტეში, საუბრობს Independent Avenue Media's აღმასრულებელი დირექტორი ია მეორმიშვილი. თავდება თუ არა ომი ირანში, რა ხდება ჰორმუზის სრუტეში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მომავალში ეს არის ის სამი ძირითადი თემა, რომელზეც დღეს თქვენთან მინდოდა საუბარი. გამარჯობა, მე ია მეორმიშვილი ვარ. დღეს არის 10 აპრილი, საღამოს დაახლოებით 9 საათი ვაშინგტონის დროით და დავიწყებ იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა 8 აპრილს გამოაცხადა, რომ ის ირანს აძლევდა ორკვირიან თუ თანხმდებოდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე, იმისთვის, რომ დრო მიეცა ირანისთვის, რომ ისინი მოსულიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შინაარსობრივად განეხილათ ის, თუ როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს ომი. და ამ მიზნით ხვალ ისლამაბადში შაბათს 11 აპრილს ისლამაბადში შეხვედრებს გამართავს JD Vance, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ირანულ მხარესთან და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა შეიძლება რაღაცა საფრთხის ქვეშ დადგეს გამომდინარე იქიდან, რომ ირანელებს აქვთ მოთხოვნა, რომ იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღიარონ მათ თუ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გააგრძელონ, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ჰეზბულას პოზიციების დაბომბვა ლიბანში. ისრაელი ამაზე აცხადებს უარს. ამ დროისთვის ვიცით ის, რომ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკების საწარმოებლად ლიბანში ცეცხლის შესაწყვეტად, თუმცა ამავდროულად გააგრძელებენ ჰეზბულას წინააღმდეგ იერიშების მიტანას. ანუ ეს საკითხი ჯერ ისევ გადაუჭრელია და არ ვიცით მოხდება თუ არა ამას ირანელების მხრიდან რაიმე სახის გაპროტესტება თუ თქვათ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა. სავარაუდოდ არა, ისინი სავარაუდოდ შეხვდებიან JD Vance და ასევე არა მხოლოდ ამ თემის გამო, მაგრამ ასევე JD Vance სავარაუდოდ იყო სწორედ ირანელების მხრიდან მოთხოვნილი კანდიდატი თუ ადამიანი, ვისთანაც მათ სურდათ მოლაპარაკება, გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე ვიცოდით ის, რომ JD Vance წინააღმდეგი იყო ზოგადად ამ ოპერაციის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ ამ სამხედრო ინტერვენციის და სავარაუდოდ ამის გამოც შეარჩიეს მათ JD Vance როგორც მომლაპარაკებელი, ასე რომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხვალ დარწმუნებული ვარ რაღაცა განცხადებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით. ახლა რა ხდება ჰორმუზის სრუტეში? ახალი მართალი გითხრათ არაფერი. ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტი ატარებდა დაახლოებით 100-დან 125 ტანკერამდე, გემამდე ამ ძალიან ვიწრო სრუტეში, იმისთვის, რომ ამ გემებს ნავთობი მიეტარათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს ეს მონაცემი არის დაახლოებით 2-დან 5-მდე გემი დღის განმავლობაში, რაც მოგეხსენებათ არის 125-თან შედარებით 5 არის ძალიან მცირე რაოდენობა და ეს არის მსოფლიოს ნავთობის საჭიროების დაახლოებით 20%, ანუ საკმაოდ დიდი ოდენობა და ეს ერთ-ერთი სირთულეა, რომელზეც
პრეზიდენტ ტრამპს ამ ეტაპისთვის გამოსავალი არ აქვს ჯერჯერობით გამომდინარე იქიდან, რომ ირანელები სრულად აკონტროლებენ იმას, თუ რომელი გემი გაივლის ჰორმუზის სრუტეში, რომელი დროშის ქვეშ ცურავს ეს გემი და ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ $2 მილიონი ფარგლებში მათ ესეთი გადასახადი აქვს გადასახდელი იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გაიარონ სრუტე. ეს იყო მოლაპარაკების სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი და თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა ამაზე განცხადება, რომ ის ირანელებთან ერთად იმუშაობდა იმაზე, რომ მათ ერთად ემართათ ეს გემების მიერ ჰორმუზის სრუტის გავლა, რა პირობები ექნებოდა ამას, ესეთი დეტალურად არ ვიცით ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრამპმა თქვა ის, რომ ის მას სურს, რომ ირანთან იმუშაოს იმაზე, რომ ერთად შეძლონ ამ სრუტის კონტროლი. ნახოთ, დავალოდოთ რა მოხდება. ამ დროისთვის არანაირი სიგნალი არ არის ირანელებისგან იმაზე, რომ ისინი ამ პირობებზე მოდიან ტრამპთან, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, რამდენად რეალურია ის შეთავაზებები, რაც შეერთებულ შტატებს აქვს ირანისთვის და ის რამდენად რეალურია ის პირობები, რომლებიც ირანს აქვს შეერთებულ შტატებთან. აქამდე რაც ვიცით არის ის, რომ მოხდა გაცვლა მოლაპარაკების თემების მხარეებს შორის. ეს არ იყო ესეთი შეთანხმებული თემა, ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ მხარეები სხვადასხვა საკითხებზე საუბრობენ მოლაპარაკების თემებთან დაკავშირებით, აი მაგალითად შეერთებული შტატები ამბობს, რომ ლიბანში ისრაელის მიერ წარმოებული ოპერაცია არ იყო მოლაპარაკების თემა და ირანი ამბობს, რომ კი ეს იყო თემა, რომელზეც ისინი დათანხმდნენ და ამის გამო დათანხმდნენ ისინი საბოლოო ჯამში, რომ ისრაელი შეწყვეტდა ცეცხლს ლიბანში, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მათთვის, რის გამოც ისინი დათანხმდნენ მოლაპარაკებას და ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ასე არ არის. ამასთან ერთად კიდე რამდენიმე სხვა ფაქტორიც არის, მაგალითად ირანის მიერ შეთავაზებულ თუ გამოთქმულ სურვილებში არის ის, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ მთლიანად რეგიონი და იქ არ იყოს ამერიკული ბაზები, რასაც შეერთებული შტატები სავარაუდოდ არასოდეს დათანხმდება და საუბარია იქ რაღაც ზოგჯერ 5 პუნქტიან გეგმაზე, ზოგჯერ 15 პუნქტიანზე, ზოგჯერ 10 პუნქტიან, ანუ ზუსტად მაინც არ ვიცით ის თუ რა ერთ დოკუმენტზე საუბრობენ, თუ პირობების ერთ წყებაზე საუბრობენ თუ არა საერთოდ მხარეები. ძალიან ბევრი კითხვა ჯერ ისე უპასუხოდ რჩება და შეერთებულ შტატებში ეს მესამე თემაზე რომ გადავიდე. სწრაფად შეერთებულ შტატებში ეს იწვევს საკმაოდ დიდ ბნებათაღელვას, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებში, აი მაგალითად მაგა მოძრაობის რამდენიმე წამყვანმა, როგორც ესეთ ინფლუენსერმა, ასევე პოლიტიკოსმა საკმაოდ ხმამაღლა გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი. ისინი ამბობენ, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ტრამპს იმისთვის, რომ მას ინტერვენციები ეწარმოებინა სხვა ქვეყნებში და რომ ეს არ არის კარგად გააზრებული ოპერაცია. და რომ შეერთებული შტატების ინტერესები ამ ოპერაციაში საბოლოო ჯამში არ არის. ანუ მაგას ბაზაში გაჩნდა ბზარები, რომელიც ძალიან კარგად ჩანს. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა საკმაოდ ვრცელი Truth Social-ზე ამ საკუთარ სოციალურ ქსელში მიუძღვნა ძალიან დიდი პოსტი რამდენიმე ინფლუენსერს, რამდენიმე ესეთ YouTube და ყოფილ მედია ძალიან ცნობილ სახეს შეერთებულ შტატებში და თქვა, რომ ისინი არიან ლუზერები, რომ მათ არ ესმით საბოლოო ჯამში რა ხდება, რომ საკმაოდ ესეთი სალანძღავი სიტყვებიც გამოიყენა მათ წინააღმდეგ, თქვა, რომ მათ IQ დონე აქვს ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვერ ხვდებიან და ამით გამოჩნდა კიდევ ერთხელ ის, რომ მაგას ბაზაში
არის ძალიან დიდი ბზარები. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა შედეგი შეიძლება მოხდეს ამას. შესაძლოა შედეგი დიდი ხნის განმავლობაში ვერ დავინახოთ, თუმცა შეერთებულ შტატებში ეგრეთ წოდებული შუალედური არჩევნები არის გაიმართება ნოემბერში და ამ შუალედური არჩევნების დროს წარმომადგენელთა პალატას და სრული შემადგენლობით და სენატის 1/3-ს აირჩევენ ამერიკელები და არის მოლოდინი იმისა, რომ ახლა ორივე პალატაში რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა და არის მოლოდინი იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატას დაკარგავენ რესპუბლიკელები და ასევე შესაძლოა დაკარგონ ასევე სენატიც. ასე რომ ძალიან ისეთი გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოხდეს შეერთებულ შტატების ამ ოპერაციას ირანში. კრიტიკა კიდევ ერთი რაც ისმის არის ის, რომ ირანი ახლა უკეთეს პოზიციაშია მოლაპარაკების თვალსაზრისით და ზოგადად გლობალური პოზიციონირების თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე იყო, გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე ირანი თავისუფლად უშვებდა საზღვაო ნავიგაცია იყო თავისუფალი ჰორმუზის სრუტეში. ახლა ეს აღარ არის სიტუაცია. ირანი საუბრობს სავარაუდოდ ამ გადასახადის დაწესებაზე, გემებზე, რომლებიც გაევლიან ჰორმუზის სრუტეს. ასევე არის ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ბირთვულ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით ბირთვული თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი თემა, რატომაც შევიდა ის, რატომაც დაიწყო მან ირანის დაბომბვა. მან თქვა, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. საკმაოდ მძიმე დარტყმები მიაყენა, როგორც გასული წლის ზაფხულში ესეთი შუაღამის უროს ოპერაციით, ასევე ახლაც მიმდინარე ოპერაციით, თუმცა ჯერ ისევ უცნობია ის, თუ სად არის ან რა ბედიელის იმ გამდიდრებულ ურანს, რომელიც ირანს ჰქონდა აქამდე. ადმინისტრაციის განცხადებით ეს ურანი სადღაც მიწისქვეშ არის დამარხული და შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით აკვირდება იმას, თუ შედის თუ არა საერთოდ ვინმე იქ და ესე ვთქვათ, ზედამხედველობის ქვეშ არის მოკლედ ეს ადგილი, სადაც ურანი ინახებოდა, თუმცა ურანი რჩება ისევ ირანში. ეს არის ერთ-ერთი კრიტიკის თემა, რომელიც მათ შორის ტრამპის მაგა ბაზიდან მოდის, რომ მაშინ რატომ დაუწყეთ თუ ამასაც ვერ გამოვიტანდით და ასევე არის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა. პრეზიდენტმა ტრამპმა დასაწყისში არაერთხელ გამოაცხადა, რომ რეჟიმის შეცვლა იყო მისი მიზანი, შემდეგ ეს გადავიდა ბირთვულ საკითხზე, შემდეგ ეს გადავიდა ირანის საფრთხეზე, რომელსაც ის უქმნის ისრაელს, იქნებოდა ეს კონვენციური შეიარაღებით თუ ბირთვული შეიარაღებით და ეს საფრთხე ეს საბოლოო მიზანი შეიცვალა. საბოლოო ჯამში არის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ გადაწყვიტა ამერიკამ ამ ოპერაციის დაწყება, რა იყო მისი მიზანი. თუ იყო მიზანი ბირთვული პროგრამის განადგურება, მაშინ რატომ არის ურანი ისევ დარჩენილი ირანში, თუ იყო რეჟიმის შეცვლა, მაშინ რატომ არის იგივე რეჟიმი დარჩენილი და თუ იყო ჰორმუზის სრუტის გათავისუფლება, მაშინ რატომ აკონტროლებს უფრო მეტად ირანი ჰორმუზის სრუტას, ვიდრე ომის დაწყებამდე. ეს არის ისეთ სამი ძირითადი მიმართულება, რაც იწვევს ტრამპის კრიტიკას. ამაზე ტრამპს აქვს პასუხი, რომ განსაკუთრებით რეჟიმის შეცვლაზე აქვს ტრამპის პასუხი ის, რომ ახლა რეჟიმის სათავეში უკვე სხვა ადამიანები არიან და ის ადამიანები, რომლებიც ომის დაწყებამდე იყვნენ დაახლოებით 2 შრე ლიდერების შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივი ამ ოპერაციით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და შესაბამისად ის ადამიანები აღარ არიან მთავრობაში და ამიტომ რეჟიმი შეიცვალა. ეს არის მისი ესეთი განმარტება ამ თემის, რასაც ძალიან ბევრი ესეთი ენთუზიაზმით არ ხვდება, ყველაზე ისე რბილად რომ თქვა, როგორ მიიღო მისმა ბაზამაც კი ეს განმარტება. ასე რომ უნდა დავალოდოთ ესეთი შეჯამების მხრივ ძალიან მოკლედ, დავალოდოთ რა მოხდება ხვალ ჯეი დი ვენსა და ირანელებს შორის.
და დავალოდოთ იმას თუ რა მოხდება ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. თვითონ ბირთვული მასალის გამოტანის საკითხი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გრძელვადიანი თემაა და ამაზე სავარაუდოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში არანაირი ძვრა არ იქნება. დღესაც სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვინც ბოლომდე უყურეთ და ალბათ გაინტერესებთ ეს საკითხები, მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ Independence Avenue მედიაზე, სადაც არაერთი ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი რეპუტაციის, ძალიან მაღალი კალიბრის ექსპერტები ყავს, ინტერვიუები, კომენტარები, შეფასებები იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, ასევე ნატოსთან დაკავშირებით მაგალითად და უკრაინასთან დაკავშირებით, კავკასიასთან, ნებისმიერი თემა, რომელიც შესაძლოა გაინტერესებდეთ მათ, ვინც უყურებთ ახლა ამ ვიდეოს, შემოგვიერთდით Independence Avenue Media, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი მასალები როგორც ქართულად, ასევე უკრაინულად, რუსულად და რა თქმა უნდა ინგლისურად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით. მეტი დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს Talk to Regions. გმადლობთ რომ გიყურებთ. დროებით.